მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინტერვიუს ამერიკელ სოციოლოგთან, ნიუ-იორკის პროფესორ ვივეკ ჩიბერთან, სადაც ვისაუბრებთ სხვადასხვა აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კლასობრივ საკითხებზე ამერიკაში თუ მის გარეთ. აქვე მოკლედ წარვადგენ ჩვენ სტუმარს ვივეკ ჩიბერი, არის ამერიკელი სოციოლოგი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი. ცნობილი წიგნების ავტორი, ისეთების როგორებიცაა პოსტკოლონიური თეორია და კაპიტალის აჩრდილი, კლასობრივი მატრიცა. პროფესორი ჩიბერის ტექსტებს თანამედროვე სოციალურ, პოლიტიკურ, კლასობრივ საკითხებზე შეგიძლიათ გაიცნოთ სხვადასხვა პოპულარულ მემარცხენე გამოცემებში და ალბათ მათ შორის ცალკე არამშვენის ღირსია თეორიისა და სტრატეგიის ჟურნალი კატალისტი, რომელიც გამოიცემა მისი რედაქტორობით 2017 წლიდან. კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენ სტუმარს და მადლობას ვუხდი, რომ ამ ინტერვიუზე დაგთანხმდა. პროფესორო ჩიბერ, მადლობა ინტერვიუსთვის. დავიწყოთ პირველი შეკითხვით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებას შეეხება. უფრო კონკრეტულად, გსურს მეტი გავიგოთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე და მის გავლენაზე ამერიკელ მუშათა კლასზე. შარშან თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპის ტარიფები და ეკონომიკური პოლიტიკა ამერიკაში წარმოებას გარკვეულწილად დააბრუნებს, ეს არც მუშათა კლასის მდგომარეობას გააუმჯობესებს და არც პროფკავშირულ მოძრაობას წაადგება. მეტიც თქვენი პოზიცია იყო, რომ ტრამპის ტარიფები ერთგვარი საჩუქარია კაპიტალისტვის. ჩვენი კითხვა ასეთია: მოუტანა რაიმე სიკეთე ტრამპის ტარიფებმა ამერიკელ მშრომელებს და ასევე რა პროცესებს ამჩნევთ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის ირგვლივ? ჯერჯერობით ტრამპის ტარიფებს არავითარი სიკეთე არ მოუტანია ამერიკელი მუშათა კლასისთვის. აბსოლუტურად არაფერი. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ტარიფებმა საკმაოდ უარყოფითადაც კი მოქმედა მუშათა კლასზე. მოდი დავიწყოთ ტარიფებით. ტრამპი გვპირდებოდა, რომ ტარიფები მშრომელებისთვის სასარგებლო იქნებოდა. აქ ცხადია არ იგულისხმება, რომ მისი პოლიტიკა კლასობრივ ბრძოლას ამ პროფკავშირულ მოძრაობებს წაადგებოდა. ტრამპს ყველაზე ნაკლებად სურს ეს ამერიკაში. ის გულისხმობდა, რომ მისი პოლიტიკა ქვეყანაში სამუშაო ადგილებს დააბრუნებდა, უფრო კონკრეტულად კი მრეწველობაში. მის შემოთავაზება დგას დაშვებაზე, რომ თითქოს სამრეწველო სექტორებში მშრომელთა ანაზღაურება და პირობები უკეთესია, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებში. ტრამპი ეყრდნობა იდეას, რის მიხედვითაც ამერიკამ ბოლო 25 წლის განმავლობაში დეინდუსტრიალიზაცია განიცადა, ხოლო ამერიკული ინდუსტრიის დაღმასვლა და სამუშაო ადგილების გაქრობა, განსაკუთრებით 90-იანების შემდეგ, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მუშათა კლასის პრობლემებისა. ამიტომ ის დაპირდა ამერიკელ მშრომელებს, რომ ტარიფების მეშვეობით ინდუსტრიებს ქვეყანაში დააბრუნებდა, ხოლო ეს მათ ცხოვრებას ავტომატურად უკეთესს გახდიდა. მოდით შევხედოთ, რა შედეგები აქვს მის პოლიტიკას. მას შემდეგ, რაც მან ტარიფები დააწესა, მრეწველობაში სამუშაო ადგილები სინამდვილეში მცირდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი მიზეზი ისაა, რომ კომპანიებმა ახალი სტრატეგიები შეიმუშავეს, რის შედეგადაც ისინი კვლავ აგრძელებენ თავიანთი პროდუქციის წარმოებას უცხო ქვეყნებში. მეორე მიზეზია ის, რომ იაფი პროდუქციის იმპორტი ქვეყანაში ტარიფების გვერდის ავლითაც ხორციელდება. უბრალოდ არა ჩინეთიდან და იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ტარიფების ძირითადი სამიზნეები გახდნენ. ამიტომ ტარიფებმა სამუშაო ადგილები ვერ გააჩინა. ტარიფებით ტრამპმა რასაც მიაღწია ისაა, რომ მისი მეშვეობით მეტი გადასახადის ამოღება ხდება. ტარიფი არაპირდაპირი გადასახადია, რომელსაც სინამდვილეში ადგილობრივი საცალო ვაჭრობის სფერო და უცხო ქვეყნებში არსებული მწარმოებლები ითვისებენ. ამიტომ სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით მას პრაქტიკულად არავითარი შედეგი არ გამოუღია და ვერც გამოიღებს. წარმოიდგინეთ, გიგანტურ აისბერგს პატარა ნავით რომ ვექაჩებოდეთ. აქ ისეთ ძლიერ პროცესებთან გვაქვს საქმე, უბრალოდ ტარიფების დაწესებით არაფერი შეიცვლება. კარგით, ახლა დაუშვათ ტრამპის ტარიფებმა სამუშაო ადგილები მართლაც დააბრუნა. ესეც კი არ იქნებოდა,
დიდი შედეგის მომტანი მუშათა კლასისთვის. ჯერ ერთი ტყუილია, რომ მრეწველობაში საშუალოდ უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე მომსახურების სფეროში. ამერიკაში მომსახურების სფეროში ხელფასები იმდენივეა, თუ არა უფრო მეტი, ვიდრე მრეწველობაში. მრეწველობაში მშობლებს მხოლოდ მაშინ უხდიან კარგად, თუ ეს პროფკავშირებთან დაკავშირებული სამუშაო ადგილებია. დღეს ამერიკაში ძლიერი პროფესიული გაერთიანებები მხოლოდ ორ დარგში გვხვდება. საჯარო სექტორში და მრეწველობის გარკვეულ დარგებში. ამიტომ კარგი ხელფასი ძლიერ პროფკავშირებთანაა დაკავშირებული. თავისთავად მრეწველობაში მაღალი ანაზღაურება არ არის. თუმცა მრეწველობაში შედარებით ადვილია შრომის პროდუქტიულობის და რამაც პოტენციურად შესაძლოა ანაზღაურებაზეც იქონიოს დადებითი გავლენა. მაგრამ ეს რომ ასე მოხდეს, მშრომელები პროფესიულ გაერთიანებებში უნდა იყვნენ ორგანიზებულები. არსებითად, პროდუქტიულობის ზრდა მოგების ზრდას ნიშნავს. მხოლოდ ხუსად წავა ის გაზრდილი მოგება დამოკიდებულია კლასობრივ ბრძოლაზე. მშრომელები თუ სუსტები არიან, ის თლიანად ბოსების ჯიბეებში აღმოჩნდება. ხოლო თუ მშრომელები ძლიერები არიან, მოგების ნაწილი მათ ხელფასებზეც აისახება. ამიტომ თუ ამერიკაში სამუშაო ადგილები დაბრუნდება, თუ კომპანიების მოგება გაიზრდება, ამას დადებითი გავლენა მშრომელებზე არ ექნება, თუ მათ ძლიერი პროფკავშირული მოძრაობები არ ექნებათ. ტრამპი კი ყოველთვის ეცდება ეს არ დაუშვას. მაშინაც კი თუ დანაპირებს შეასრულებს და სამუშაო ადგილებს ამერიკაში დააბრუნებს. ეს ტრამპზე, ტარიფებზე და მუშათა კლასზე. აქ კიდევ ერთი შედარებით ფართო საკითხიცაა. ტრამპმა ამერიკაში ერთგვარი ტერორის მანქანა ამუშავა. გულისხმობ იმიგრანტების და სამოსახლოების დარბევებს. იმას, რასაც ბოლო დროს საიმიგრაციო პოლიცია აკეთებს. უკვე აშკარაა, რომ ეს ყველაფერი პროფკავშირებსაც ურტყამს. უკვე ერთი წელია ყველაზე დიდი პროფესიული გაერთიანებები უბრალოდ ჩუმად არიან. მათი გაჩუმების მიზეზი შიშია. შექმნილი ატმოსფერო, რომელიც მათ დაშინების მეშვეობით გაჩუმებას აიძულებს. ეს აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებებისთვის კარგად ცნობილი რამაა. ამერიკაში უბრალოდ მოქალაქეები შეშინებულები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ გაცილებით რთულია მშრომელების ორგანიზება. ამრიგად ტრამპმა დაამტკიცა, რომ ის არც ერთი ნიშნით არ არის პოპულისტი, ღარიბების და უბრალო მოქალაქეების პრეზიდენტი. ჩვენი მომდევნო კითხვაც ტრამპს და ტრამპიზმს შეეხება. რამდენიმე წლის წინ თქვენ მონაწილეობდით დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა იმას, თუ რატომ არაა ტრამპი ფაშისტი. ახლა განსაკუთრებით ამერიკის საიმიგრაციო პოლიციის ქმედებების ფონზე, ბევრი კვლავ ამბობს, რომ ტრამპი ფაშისტია. თუმცა არსებობენ ისეთებიც, მაგალითად ბრანკო მილანოვიჩი, რომელიც ამბობს, რომ ტრამპის პოლიტიკის ყველაზე ზუსტი განსაზღვრება მერკანტილიზმია. შეგიძლიათ ქართულ აუდიტორიას განუმარტოთ, რატომ ფიქრობთ, რომ ტრამპი ფაშისტი არაა? და რა არგუმენტები გაქვთ ამისთვის? და გარდა ამისა, თქვენი აზრით, არის თუ არა ფაშიზმის ადგილი ტრამპის პოლიტიკასა და იდეოლოგიაში? ვიდეოში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჩემი პოზიცია ცოტათი განსხვავებულია. ჩემი პოზიცია იყო, რომ ტრამპი შეიძლება ფაშისტი იყოს, მაგრამ ტრამპი ვერ შეძლებს ფაშიზმის რეალობაში განხორციელებას მანამ, სანამ ამას ამერიკელი მმართველი კლასი არ დათანხმდება. ეს ორი სხვა რამეა, რაზედაც ყურადღება უნდა გაამახვილონ სოციალისტებმაც და მათაც, ვინც კლასობრივი პოლიტიკითაა დაინტერესებული. ისეთ ბურჟუაზიულ სახელმწიფოში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები ან საქართველო. რეალური ძალაუფლება არა მთავრობის, არამედ კაპიტალის ხელშია. საბოლოო გადაწყვეტილებები მათ ხელშია, რამდენადაც ისინი ეკონომიკას აკონტროლებენ, რაზედაც თავის მხრივ სახელმწიფოა დამოკიდებული. ამიტომ კითხვა, ტრამპი ფაშისტია თუ არა, ორი მიმართულებით შეიძლება დაისვას. პირველი, რა არის მისი პირადი ღირებულებები და შეხედულებები? ეს კითხვა უშუალოდ ტრამპის პერსონას შეეხება. მეორე, შეუძლია თუ არა ტრამპს ფაშიზმის დამყარება? ეს შეკითხვა უკვე არა უშუალოდ ტრამპზე, არამედ მის ურთიერთობაზეა მმართველ კლასთან და უფრო ზოგადად ძალაუფლების ინსტიტუტებთან. ჩემი აზრით, პასუხი პირველ კითხვაზე, არის თუ არა ტრამპი ფაშისტი, მარტივია. აშკარაა, რომ არა. არა იმიტომ, რომ ის დემოკრატია, არამედ იმიტომ, რომ მას არავითარი ღრმა იდეოლოგიური საფუძველი არ გააჩნია. ის ბავშვია.
მას ბავშვის გონება და ხასიათი აქვს. მას არაფერი მსგავსი არ აინტერესებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ის სიამოვნებით იქნებოდა ფაშისტი, თუ საქმეს დასჭირდება. მაგრამ ანალოგიურად სიამოვნებით არ იქნებოდა ფაშისტი. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია და არ მგონია ვინმე სერიოზულად ამტკიცებდეს, რომ ის ფაშისტია. მაგალითად, მისი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის წევრი, სტივენ მილერი, სავარაუდოდ ფაშისტია. ფიქრობის მართლაც იდეოლოგიური და ფაშისტური მისწრაფებების მქონე ფიგურაა. ეს ცოტათი უცნაურია, რამდენადაც მილერი ებრაელია, მან კარგად იცის თუ რას ნიშნავს ფაშიზმი მისი ხალხისთვის, მაგრამ ის მაინც ფაშისტია. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამიტომ შეიძლება ითქვას, ტრამპის ადმინისტრაციაში არიან ფაშისტები. ახლა პასუხი მეორე კითხვაზე. შეუძლია ტრამპს ფაშიზმი დაამყაროს ამერიკაში? ფიქრობ ამის არავითარი ნიშნები არ გვაქვს. შეხედეთ თუ რა მოხდა ბოლო 10 თვის განმავლობაში. ტრამპის საშინაო პოლიტიკა სტივენ მილერის სერიოზული გავლენის ქვეშაა. ფიქრობ, მის საშინაო პოლიტიკის შემოქმედი სწორედ მილერია. მან არაერთი კანონი დაარღვია და არაკონსტიტუციური ქმედება ჩაიდინა. რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მილერს მართლაც აქვს ინტერესი დემოკრატიის ჩამოშლის თუ არა მისი დესტაბილიზაციის მაინც. მაგრამ აქ ორი საკითხია მნიშვნელოვანი. პირველი, რომ დანარჩენ მმართველ კლასს, მსხვილი კაპიტალის წარმომადგენლებს და პოლიტიკურ ელიტას, ანუ სასამართლოს, სამხედროებს, დემოკრატიულ პარტიას და რესპუბლიკური პარტიის დაახლოებით 2/3-ს. ამერიკაში ფაშიზმის დამყარების არავითარი სურვილი არ აქვთ. მათ ეს არ უნდათ და ამიტომ ისინი წინააღმდეგობასაც სწევენ. ფაშისტური რეჟიმი კი ვერ გექნება, თუ პოლიტიკურ ელიტას და კაპიტალისტურ კლასს ეს არ სურს. ჩვენ ხომ ბურჟუაზიულ სახელმწიფოში ცხოვრობთ და არა მონარქიაში. ბურჟუაზიულ სახელმწიფოში ძალაუფლება სხვადასხვა ინსტიტუტებშია გადანაწილებული. თუ ფაშიზმი გინდა, ეს ინსტიტუტები შენ უნდა გამოყვნენ. აქ კი ძალიან აშკარაა, რომ მათ ეს არ უნდათ. მეორე საკითხი ისაა, რომ ტრამპი ამ მიმართულებით ძალიანაც შორს წასვლას არ აპირებს. ერთადერთი რამ, რისაც მას მართლა სჯერა, ტარიფებია. ალბათ ეს ერთადერთი რამაა, რის გამოც ის ზადაა ამერიკული სახელმწიფო ამოაყირაოს. და როდესაც უზენაესმა სასამართლომ უთხრა, რომ მისი ტარიფები არაკანონიერია, ტრამპმაც უკან დაიხია. მე ვფიქრობ, რომ ტრამპი და მილერი ეცდებიან ამერიკის კონსტიტუციას, რაც შეიძლება მეტად გადააბიჯონ. რაც შეიძლება მეტად დაარღვიონ კანონები ისე, რომ ლეგალურად დამყარებული ფაშისტური რეჟიმი თავიდან აიცილონ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ტრამპი 2026 წლის ნოემბერში შუალედურ არჩევნებს წააგებს, ჩემი ვარაუდით და ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ჩვენ ხომ ბავშვთან გვაქვს საქმე. მას მოუწევს შეეგუოს შედეგებს. მან გვაჩვენა, რომ ის გამალებით ებრძვის ამერიკელ ხალხს, მაგრამ ამერიკულ ისტაბლიშმენტთან ბრძოლის მადა არ აქვს. ფაშიზმის დამყარება თუ უნდა მას ელიტებთან დაპირისპირება მოუწევს. გაცილებით მასშტაბურად ვიდრე აქამდე. ბოლოს და ბოლოს თუ ფაშიზმის დამყარება გინდა, სამხედრო ძალაუფლება შემხარეს უნდა იყოს. ამერიკულ სამხედროებს ტრამპისადმი ნული ინტერესი აქვთ. ნული. ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპი კატასტროფაა. მათთვის აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი მორჩილება უბრალოდ ტრადიციაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში მათ თვალში თავდაცვის მდივანი, ჰექსეთიც და ტრამპიც ჩვეულებრივი იდიოტები და კლოუნები არიან. მათ გამო სამხედრო მდგომარეობას არავინ გამოაცხადებს. იმედი მაქვს შევძელი თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა. დიახ, მადლობა. ამ საკითხის ორი მიმართულებით გაშლა საინტერესოა. ცხადია, ერთია რეალობაში არსებული ფაშისტური სახელმწიფო და მეორეა რომელიმე პიროვნების პირადი ფაშისტური შეხედულებები და მისწრაფებები. და აქაც, როგორც უკვე თქვით, ტრამპს დიდად არც ამ ტიპის მისწრაფებები აქვს. აქ ისიც არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ფაშიზმი უბრალოდ ხალხის მასების ჩაგვრას არ გულისხმობს.
ფაშიზმი ასევე ელიტებისათვის კარის ჩაკეტვაცაა. ამისთვის საჭიროა მაგალითად ერთპარტიული მმართველობა, რაც ამერიკის დემოკრატიული პარტიის აკრძალვას ნიშნავს. ან თუ სამხედრო მმართველობა გინდა, მაშინ სამხედროების შემსხარეს უნდა იდგნენ. ჩემი აზრით ამაზე მსჯელობა გვერდზე უნდა გადავდოთ და არ ჩავაცივდეთ ფაშიზმს ისე, როგორც ამას ლიბერალები აკეთებენ. გათელავს თუ არა ფეხქვეშ ადამიანის უფლებებს ტრამპი? რა თქმა უნდა, მაგრამ ეს პროცესი უკვე 25 წელია მიმდინარეობს. არის თუ არა ტრამპი ავტორიტარი? აბსოლუტურად. ტრამპი ხომ ოლიგარქია. მისი გმირია პუტინი. მას ძალიან უნდა იყოს ისეთ პოზიციაში, როგორშიც სი ძინპინგი ან პუტინია. მაგრამ ამას ამერიკაში ვერ მოახერხებს. ის კონსტიტუციას უბრალოდ გვერდზე ვერ გადადებს. მისთვის რეალური მოდელი არა პუტინი ან სი, არამედ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდია. მოდიმ დემოკრატიული ინსტიტუტები და მრავალპარტიული სისტემა შეინარჩუნა, მაგრამ მის მმართველობას ვერავინ ეხება. ვერავინ უქმნის საფრთხეს მის ძალაუფლებას. ესაა მისი მოდელი და არა ჰიტლერი ან მუსოლინი. ვფიქრობ, ჩვენი პოზიციაც ასეთია. გვახსენდება, რომ ტრამპის ფაშისტობის საკითხი დაახლოებით 1 წლის წინ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კვლავ აქტუალური გახდა. გვესმოდა ტრამპის კრიტიკა ძირითადად ლიბერალური პოზიციიდან, რომ ის ფაშისტია, რადგან მას არ აინტერესებს კონსტიტუცია, კანონები, ადამიანის უფლებები, არაფრად აგდებს კონგრესს. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს პოზიცია პრაქტიკულადაც და თეორიულადაც პრობლემურია. რამდენადაც ის ზედმეტად ზედაპირულად უყურებს ფაშიზმსაც და ტრამპის ფენომენსაც. ერთსაც ვიტყვი ამაზე. ფაშიზმის დამყარებისთვის პირველ რიგში ძალიან ერთგული და თავდადებული უნდა იყო, იდეოლოგიური თვალსაზრისით. იმიტომ რომ ეს ძალიან რთულია, ძალიან სარისკოა. არ ვიცი, აკვირდებოდით თუ არა, მაგრამ გავიხსენოთ, რა მოხდა მინეაპოლისში. მინეაპოლისში საიმიგრაციო პოლიცია შევიდა. ისინი მართლა ნაცისტური დაჯგუფებასავით იქცეოდნენ და გამოიყურებოდნენ კიდეც. ესენი იყვნენ შეიარაღებული ჯგუფები, ყავისფერ მაისურებში, ნიღბებში, ტყვია გამომტარ ჟილეტებში. ისინი ყველანაირ კანონს არღვევდნენ. ამის პასუხად მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მინეაპოლისის აბსოლუტურად ყველა სამეზობლოში ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა მათ წინააღმდეგ ორგანიზება დაიწყეს. შედეგად ტრამპს უკან დახევა მოუწია და ეს მხოლოდ ერთი ქალაქია. წარმოიდგინეთ ტრამპმა ეს რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სცადოს. მას ამის გამბედაობა არ აქვს და ამას არც ამერიკის მოსახლეობა არ დაუშვებს. შეიძლება რაიმე მსგავსი ჯერ კიდევ მოხდეს 2026 წელს. შეიძლება ტრამპმა რამე სცადოს არჩევნების პერიოდში, თუმცა ამაში წეჭვი მეპარება. დრო ამ რეჟიმის ნამდვილი ბუნების ანალიზზე გადავიდეთ და თავი დავანებოთ ამ ისტერიკას. ლიბერალური და ლიბერალი მემარცხენეების ფლანგი უბრალოდ ისტერიკულია ამ კაცის მიმართ. ჩემი აზრით ამის მიზეზი ისაა, რომ მათ რეალური ბრძოლა არასდროს უნახავთ. ამერიკელები ბაბლში ცხოვრობენ და როდესაც ნამდვილი შეტევა ხორციელდება ზემოდან, პანიკაში ვარდებიან. ფაშიზმი მაგალითად ინდოელებისთვის და ალბათ ქართველებისთვისაც და აღმოსავლეთ ევროპის სხვა საზოგადოებებისთვის გაცილებით დიდი უბედურებაა, ვიდრე ეს. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. შეიძლება ითქვას, შემდეგი კითხვაც წინა თემის გაგრძელებაა. მოდით ახლა საქართველოში გადავინაცვლოთ. საქართველოში ყავს მთავრობა, რომელიც აცხადებს, რომ ტრამპისტი თუ არა მინიმუმ ტრამპის მხარდამჭერია. მაგალითად, შარშან პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის ფონზე საჯაროდ განაცხადა: ყველაფერი ისე იქნება, როგორც ტრამპი იტყვის. ახლა საქართველოში ვაკვირდებით ნეოლიბერალიზმის კიდევ ერთ ტალღას. გულისხმობთ მასობრივ პრივატიზაციას და მიწის მიტაცებას, განათლების სისტემის დაქვემდებარებას არსებულ შრომით ბაზარზე და მსხვილი ბიზნესის ინტერესებზე. ახალ რეპრესიულ კანონებსა და მიდგომებს შრომელების წინააღმდეგ. მაგალითად, შარშან ჩვენი მეგობრები, რამდენიმე ჭიათურელი მაღაროელი შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის პასუხად დააპატიმრეს. ჩვენი კითხვა შემდეგია:
რა გავლენა აქვს გლობალური კაპიტალიზმის ცენტრში მიმდინარე პროცესებს, ტრამპის პოლიტიკას, ნეოლიბერალურ ავტორიტარიზმს და ასე შემდეგ, ისეთ პერიფერიულ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საკუთარი კლასობრივი ინტერესების შესაბამისად ადგილობრივი ელიტები პერიფერიაში ირეკლავენ კაპიტალიზმის ცენტრში მიმდინარე პროცესებს, იმეორებენ ცენტრში არსებულ მოდელებს. და აქვე კითხვის მეორე ნაწილიც. რა უნდა დაუპირისპიროს მუშათა კლასმა მათ წინააღმდეგ მიმართულ ამ გლობალურ მობილიზაციას ელიტებისგან? ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, ის რაც ხდება კაპიტალიზმის ცენტრში, გავლენას ახდენს გლობალური სამხრეთის ქვეყნებზე. მაგალითად, თუ ამერიკა გადაწყვეტს, რომ ჩაკეტოს საკუთარი ბაზარი, ამას სერიოზული გავლენა ექნება ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც ამერიკაში ექსპორტზეა დამოკიდებული. ასევე თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს გადავიდეს ვალუტის ფიქსირებული გაცვლითი კურსიდან ცურავ გაცვლით კურსზე, როგორც ეს მართლაც გააკეთა, ამას გავლენა ექნება კაპიტალის მოძრაობაზე და შესაბამისად ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა. ამიტომ ცხადია, რამდენადაც ამერიკა მსოფლიოს დაგროვების ცენტრია, მის მოქმედებას უდიდესი გავლენა აქვს გლობალურ სამხრეთზე, ეკონომიკური თვალსაზრისით. თუმცა პოლიტიკური განზომილება შედარებით განსხვავებულია. წარმოვიდგინოთ, ამერიკაში იმ ტიპის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა მოდის, რომელიც ამცირებს სამხედრო დანახარჯებს, გახყავს ჯარები დანარჩენი მსოფლიოდან და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამას გლობალური სამხრეთის პოლიტიკაზე უდიდესი გავლენა ექნება. თუმცა ისეთ ცვლილებას, როგორიცაა ჯო ბაიდენიდან ტრამპის პრეზიდენტობაზე გადასვლა, მნიშვნელოვანი ეფექტი გლობალურ სამხრეთზე ამას არ ქონია. თუ არ ჩავთვლით ტრამპის სიგიჟეებს ტარიფებთან დაკავშირებით. თუმცა თუ მხედველობაში გვაქვს გლობალური შეტევა მუშათა კლასზე, ეს პროცესი უკვე მინიმუმ 25-30 წელია მიმდინარეობს. რომლის მთავარი მიზეზიც არა ამერიკა, არამედ მემარცხენე მოძრაობის ჩამოშლაა სრული მსოფლიოს მასშტაბით. მემარცხენეობის გლობალური მარცხი არც ამერიკელებს და არც ბრიტანელებს არ გამოუწვევიათ. ეს მოხდა 80-იანებისა და 90-იანების შედეგად ნეოლიბერალიზმის დანერგვის შემდეგ, რომელმაც სრულად შეცვალა ეკონომიკური გარემო პროფკავშირული მოძრაობებისთვის და ხელში ჩაიგდო გლობალური სამხრეთის დაცული ბაზრები. ნეოლიბერალიზმმა გახსნა ეს ბაზრები დასავლური პროდუქციისთვის, დასავლური პროდუქციის ექსპორტისთვის და ამის შედეგად გაანადგურა ადგილობრივი ინდუსტრიები. განადგურებული ინდუსტრიის შემდეგ მშრომელების დიდი რაოდენობა უმუშევარი დარჩა, რამაც პროფკავშირული მოძრაობებიც დაასუსტა. მუშათა საერთაშორისო მოძრაობის დასუსტების კიდევ ერთი მიზეზი საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი პროფკავშირებს დიდად არასდროს ეხმარებოდა, ის ეხმარებოდა გლობალური სამხრეთის კომუნისტურ პარტიებს, ხოლო კომუნისტურ პარტიებს საკუთარი პროფკავშირები ჰყავდათ. როდესაც საბჭოთა კავშირმა კომუნისტური პარტიების დახმარება შეწყვიტა, მათ რესურსების დაკარგეს და საბრძოლო შემართებაც. მათი დაღმასვლა ნიშნავდა იმას, რომ უკვე აღარ შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა საკუთარი კაპიტალისტური კლასებისთვის. აქ კიდევ ერთი მიზეზიცაა. მას შემდეგ, რაც გლობალურ სამხრეთში პროფკავშირული მოძრაობები დასუსტდა და ამასთან წარმოებაც განადგურდა, ამან კლასობრივი ძალთა ბალანსი რადიკალურად შეცვალა კაპიტალის სასარგებლოდ. კაპიტალმა მას შემდეგ, რაც ძალა იგრძნო, მის სასარგებლოდ შეცვალა საკანონმდებლო სტრუქტურა. უფრო კონკრეტულად, შეცვალა კანონები, რომლებიც არეგულირებენ ინვესტიციებს, ინდუსტრიებს, პროფესიულ გაერთიანებებს და ასე შემდეგ. საქართველო ამ პროცესში შედარებით გვიან ჩაერთო. ლათინურ ამერიკაში და აზიაში ეს პროცესი ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო. ამ მიზეზების გამო დღეს პროფესიული გაერთიანებები და მემარცხენე მოძრაობები მთელ მსოფლიოში ძალიან სუსტია. ესაა შედეგი კაპიტალის შეტევისა მუშათა კლასზე, მაგრამ ამას უშუალოდ ბაიდენის ან ტრამპის გამოჩენას ვერ დავაბრალებთ. ეს გაცილებით ძველი პროცესია, რომელიც 80-იან წლებში დაიწყო და რომელმაც გლობალური მასშტაბით კლასობრივი ძალთა ბალანსი კაპიტალის სასარგებლოდ შეცვალა. ამ გაგებით პროცესებს ცენტრში აქვთ გავლენა პერიფერიებზე. ამ კონტექსტში არ ვახსენებ სამხედრო აგრესიას,
სიკვდილის ბრიგადებს, კვლელობებს და ასე შემდეგ. ეს იქამდე ხდებოდა. 50-იანებშიც, 40-იანებშიც და ამას მომავალშიც გააკეთებენ. ჩვენ უფრო ღრმა პრობლემებზე ვსაუბრობთ. მეორე კითხვა, რაც დამისვით თუ რა უნდა დაუპირისპირონ ამ ყველაფერს შრომელებმა. ჩვენთვის ამაზე პასუხი ცნობილია. იბრძოლე ბოლომდე ისე, როგორც შეგიძლია. სხვა გზა არ არსებობს. კიდევ ერთ დავამატებდი. გლობალური სამხრეთის მუშათა მოძრაობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალიზმის ცენტრის საზოგადოებებში არსებული მუშათა მოძრაობების წარმატება. ამერიკულ იმპერიალიზმს მხოლოდ ამერიკული მუშათა მოძრაობა დაამარცხებს, რომელიც საკუთარ მთავრობას აიძულებს შეამციროს სამხედრო დანახარჯები და ამის ნაცვლად საავადმყოფოები და სკოლები ააშენოს. მუშათა მოძრაობას შეუძლია აიძულოს ამერიკის მთავრობა, იყოს ნაკლებად მილიტარისტული და სხვა ქვეყნების საზღვრებს პატივის წეს. ამ გაგებით, კლასობრივი ბრძოლა თქვენს ქვეყანაში დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე კლასობრივ ბრძოლასთან. რამდენადაც თქვენ იხეირებთ ამერიკული იმპერიის უკანდახევით, ისე იხეირებენ რიგითი ამერიკელებიც. ყველა რაკეტა, რომელიც ირანს ან ვენესუელას ხვდება, შესაძლოა ახალი სკოლა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, ყველა ეს ბრძოლა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მადლობა პასუხისთვის. თქვენ სტატიებსა და წიგნებში ხშირად ახსენებთ იმას, რომ მუშათა კლასი ნებისმიერი სოციალისტური სტრატეგიის ცენტრში უნდა იყოს. ამას ჩვენ სრულად ვიზიარებთ. ამასთან ერთად თქვენ იდენტობის პოლიტიკას და ინტერსექციონალისტურ მიდგომებსაც ხშირად აკრიტიკებთ. ამ ინტერვიუს მოისმენენ ინდუსტრიული მშრომელები, ეგრეთ წოდებულ გიგ ეკონომიკასა და მომსახურების სფეროში დასაქმებულები და სტუდენტები. თუ შეიძლება განუმარტეთ ამ აუდიტორიას, ვინ არის მუშათა კლასი დღეს და რა ძალა აქვს მას? მუშათა კლასი დღეს ისაა, რაც 150 წლის წინ იყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ხელფასზე ან გამომუშავებაზე, მათთვის ვინც ფლობს ან აკონტროლებს წარმოების საშუალებებს. ეს შეიძლება იყოს ლურჯსაყელოიანი მშრომელი, გიგ ეკონომიკაში დასაქმებული მშრომელი, ან მაღალკვალიფიციური მშრომელიც კი, რომელიც ხელფასს იღებს. ესაა პირველი კრიტერიუმი, პირველი გამყოფი ხაზი. მეორე კრიტერიუმია ის, რომ მშრომელი შესაძლოა ხელფასს იღებდეს, მაგრამ თუ მისი სამუშაო სხვა მშრომელების კონტროლს გულისხმობს, ის მუშათა კლასად ვეღარ ჩაითვლება. ის უკვე საშუალო კლასია. ამრიგად, მუშათა კლასის განმარტება ორ რამეზე დგას. პირველი, შრომა სხვისთვის და მეორე, შრომა სხვა ადამიანების დაქვემდებარების ქვეშ. თუ შრომობ სხვისთვის, მაგრამ ამასთან ერთად შენი ფუნქცია სხვა მშრომელების კონტროლია, თუ სხვა მშრომელები შენს ძალაუფლებას ექვემდებარებიან, მაშინ შენ მუშათა კლასის თვისებებსაც ატარებ და მენეჯერის თვისებებსაც, რაც რეალურად საშუალო კლასად გაქცევს. ახლა, საზოგადოების რა ნაწილია ისეთი, რომელიც ამ ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ანუ, სხვისთვის მუშაობს და არავითარი მსგავსი მენეჯერული ძალაუფლება არ გააჩნია. ამერიკაში ესაა მოსახლეობის დაახლოებით 65-70%. არ ვიცი როგორაა საქართველოში, მაგრამ ჩემი განსაზღვრებით, რაც კლასიკური მარქსისტული განსაზღვრებაა, ეს დაახლოებით 70-75% იქნება. ვარაუდობ, რომ თქვენს ქვეყანაში წვრილი ბურჟუაზია არც ისე მრავალრიცხოვანია. თქვენ ალბათ დიდი რაოდენობით გაქვთ არაფორმალური შრომა, გიგ ეკონომიკა, მომსახურების სფერო და ნაკლებად ინდუსტრიული შრომა. ამ ხრივ საქართველო გლობალური სამხრეთის ბევრ სხვა ქვეყანას გავს. გიგ ეკონომიკა საინტერესო ფენომენია. ბევრს გონია, რომ გიგ ეკონომიკის შრომელები თვით დასაქმებულები არიან, რადგან საკუთარი მანქანით ან ველოსიპედით მუშაობენ. თავარი აქ ისაა, რომ გიგ ეკონომიკა სრულად მათ კონტროლქვეშაა, ვინც შესაბამის პლატფორმებს ფლობს. მაშინაც კი თუ ტაქსის ზღოლად მუშაობ, შენ სრულად დამოკიდებული ხარ პლატფორმაზე იმისთვის, რომ გზავრი ყავდეს. მუდმივად მათი ფული გმართებს, მათთან ვალში ხარ. ამრიგად, გიგ ეკონომიკის შრომელი გამომუშავებით დასაქმებული მშრომელია და არა თვით დასაქმებული. მოკლედ, მუშათა კლასის განსაზღვრება დღესაც იგივეა. რაც შეიცვალა, ესაა შრომა, რომელსაც შრომელები ასრულებენ.
შრომელები დღეს ბევრი ისეთი ტიპის შრომას ასრულებენ, რომელიც 1900 წელს არ არსებობდა, თუმცა მუშათა კლასის განსაზღვრება კვლავ უცვლელია. შეკითხვის მეორე ნაწილი შეეხებოდა მუშათა კლასის უპირატესობას, მუშათა კლასის ძალას. რა ძალა აქვს მუშათა კლასს? რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ის როგორც სუბიექტი? კაპიტალიზმში ძალაუფლება კაპიტალის ხელშია. რამდენადაც კაპიტალი აკონტროლებს ყველაფერს, რაც სიმდიდრეს აწარმოებს. ისინი აკონტროლებენ ინვესტიციებს. კაპიტალი, რომელიც მათ ხელშია, ქმნის სამუშაო ადგილებს, ზრდის შრომის პროდუქტიულობას. ინვესტიცია ის, რასაც ეკონომიკა წინ მიხავს. ამიტომ ყველა იძულებულია დამორჩილდეს კაპიტალისტურ კლასს, რამდენადაც კაპიტალისტურ ეკონომიკაში ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. თუ მშრომელი ხარ, შენი სამუშაოც მათზეა დამოკიდებული. თუ მთავრობის წარმომადგენელი ხარ, შენც მათ მიერ გადახდილ გადასახადებზე ხარ დამოკიდებული. რამდენადაც ის ქმნის სახელმწიფო ბიუჯეტს. თუ სამხედრო ხარ, ინვესტიციებიდან წამოსული ფულია ის, რაც შენს წარმოებულ იარაღს ყიდულობს და სამხედრო სფეროს ასულდგმულებს. ამრიგად ყველა კაპიტალისტურ კლასზეა დამოკიდებული. და შედეგად კაპიტალისტურ კლასს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ცენტრალური როლი ეძლევა. მაგრამ ზუსტად იმის გამო, რომ კაპიტალისტური კლასის ძალაუფლება მთლიანად დგას ინვესტიციებისა და ფულის კონტროლზე. მხოლოდ მას შეუძლია კაპიტალთან რეალურად დაპირისპირება, ვისაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას კაპიტალის მოგებასა და ბრუნვას. კაპიტალისტში ერთადერთი, ვისაც სისტემურად, სტრუქტურულად აქვს ძალა შეაჩეროს მოგების ნაკადი, არიან ისინი, ვინც კაპიტალისტებზე მუშაობენ, ანუ მუშათა კლასი. კაპიტალისტებს ინვესტიციის გაკეთება, რეინვესტირება და ფულადი ნაკადების კონტროლი შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი საწარმოები ფუნქციონირებენ. აქ გულისხმობ როგორც სასტუმროებს, ისე რესტორნებს, ქარხნებს, მაღაროებს. ნებისმიერ საწარმოში მშრომელი უნდა გამოცხადდეს და სამუშაო შეასრულოს. თუ მშრომელი სამუშაოზე უარს აცხადებს, კაპიტალისტების მოგების ნაკადი წყდება. როდესაც მათი მოგების ნაკადი ჩერდება, ისინი ძალას გარგავენ. სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც მუშათა კლასი არ არის ორგანიზებული, მაშინაც კი, თუ ისინი პოლიტიკურად მემარჯვენეები არიან, თუ ხარ სოციალისტი, შენ მოქმედების ერთადერთი გზა გაქვს. ეს ამ შრომელთა ორგანიზება. სტუდენტებს, როგორც ცალკე აღებულ ჯგუფს, ძალა არ აქვთ. რამდენადაც უნივერსიტეტის გაჩერება კაპიტალის არ აჩერებს. მათ შეუძლიათ ამას ყურადღება საერთოდ არ მიაქციონ. ქალებს, როგორც მხოლოდ ქალებს, ასევე არ აქვთ ძალა. ქალებს აქვთ ძალა მაშინ, როდესაც ისინი კაპიტალისტებისთვის მუშაობენ. ეთნიკურ უმცირესობებზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ და ასე შემდეგ. კაპიტალისტში ძალა აქვთ შრომელებს. ცხადია სხვა ჯგუფები და მათი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, სტუდენტები, ეთნიკური ბრძოლები, ეროვნული ბრძოლები. ცხადია ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თავისთავად, კაპიტალისტებს შეუძლიათ ამ ბრძოლებს უბრალოდ ყურადღება არ მიაქციონ. ნუ, რა თქმა უნდა, თუ სამოქალაქო ომს ან რაიმე მსგავს არ დაიწყებ, რაც უკვე სულ სხვა თემაა. Thanks. Let's move to next question. მოდით გადავიდეთ შემდეგ საკითხზე და ვილაპარაკოთ ზოღრან მამდანის, ნიუ-იორკის ახალი მემარცხენე მერის არჩევის თემაზე. თქვენი აზრით, ამერიკულ მემარცხენე მოძრაობაზე რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენას? ძალიან დიდი გავლენა, მე ძალიან მნიშვნელოვანია. უკაცრავად რომ შეგაწყვეტინეთ. დიახ, იმის თქმა მინდოდა, რომ ცოტა ხნის წინ თქვენ წერდით, რომ წლების წინ მამდანი ამერიკული აკადემიის ერთგვარ მემარცხენე ელიტას წარმოადგენდა. რა მოხდა ამის შემდეგ? იყო რაიმე ცვლილება მის მიდგომაში, მის პრაქტიკაში და როგორ ხსნით ამას? დიახ, ზოჰრან მამდანი 5 წლის წინ შეშლილი იყო. მისი საქმიანობით ის უფრო მეტად აფუჭებდა საქმეს ვიდრე პირიქით. მას პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებდა და ძირითადად დაკავებული იყო ერთგვარი მორალისტური პერფორმანსებით, გენდერის, რასისა და სექსუალობის თემებზე. მის საქმიანობას ყურადღებას მხოლოდ პრესტიჟული უნივერსიტეტების დოქტორანტი სტუდენტები აქცევდნენ. მაშინ მამდანი სწორედ ამ წრეებს მიეკუთვნებოდა. მაგრამ მაშინ მართლაც არის რაღაც, ის საინტერესო ახალგაზრდა კაცია. როგორც ჩანს, რაღაც მომენტში მიხვდა, რომ უნდა დასერიოზულებულიყო და შეიცვალა. ის სულ სხვა ადამიანი იყო მაშინ, როდესაც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. დღესაც ასეა.
მისი მერობის პირველი 2 თვე საკმაოდ წარმატებული იყო, ძალიან წარმატებული. მან ყურადღება მიაქცია პატარა დეტალებს, რომელსაც უნივერსიტეტების მემარცხენეობა ყურადღებას არ აქცევს. ერთი კვირის წინ ნიუ-იორკში დაახლოებით 25 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლი მოვიდა. 24 საათში ნიუ-იორკის ყველა ქუჩა გაწმენდილი იყო. სულ რაღაც 24 საათში. ასეთი რამ 20 წლის მანძილზე არავის გაუკეთებია. ისინიც კი, ვისაც მამდანი იდეოლოგიური მიზეზებით არ მოსწონთ, აღიარებდნენ. ამ მერს მართლა შეუძლია საქმის კეთებაო. ვისთვისაა ესეთი მცირე რაღაცეები ყველაზე მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა, მუშათა კლასისთვის. მათაც კი, რომლებაც არაფერი იცოდნენ სოციალიზმის შესახებ, დაინახეს, რომ სოციალისტი მერი მატერიალურად ზრუნავს მათ ცხოვრებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მამდანი უკან მოიტოვა მთელი ეს პერფორმატიული რაღაცეები, რასაც 5 წლის წინ აკეთებდა. იმისათვის, რომ მუშათა კლასში ძლიერი დასაყრდენი გქონდეს, უნდა დაამტკიცო, რომ სოციალიზმს მათი ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია. მამდანი ასევე იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მისი მაგალითი კარგი გაკვეთილია მემარცხენეებისთვის. ესაა მაგალითი იმისა, რომ უნდა გამოვიდეთ კამპუსის და უნივერსიტეტის პოლიტიკიდან და ყურადღება მივაქციოთ ისეთ საკითხებს, რომლებიც ხალხს რეალურად აინტერესებს. ასეთ საკითხები ეკონომიკური საკითხებია. ჯაკობინის 15 წლის იუბილეზე ვთქვი, რომ ახლა სწავლის გაცხოველებულ პროცესში ვიმყოფებით, სადაც ამერიკელი მემარცხენეობა, რომელიც ბოლო 25-30 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში იყო შეკეტილი და რომელიც მოიწამლა ამის შედეგად, სწრაფად სწავლობს ისევ იმას, თუ რა არის სოციალიზმი და რას ნიშნავს იყო სოციალისტი. და არა ეს ინტერსექციონალური გაუგებრობა. სოციალიზმი ნიშნავს ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცეების კეთებას, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას აინტერესებს და კაპიტალთან ბრძოლას. მამდანის არჩევა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ბერნი სანდერსის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის შემდეგ. არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, მამდანი დამარცხდება თუ გაიმარჯვებს. მართლა არ აქვს. თუ დამარცხდა, ის აუცილებლად სწორ ბრძოლაში უნდა დამარცხდეს. აი ესაა მნიშვნელოვანი. ის არ უნდა დამარცხდეს იმიტომ, რომ გააუცხოა მთლიანად მუშათა კლასი იმისთვის, რომ თავი მოეწონებინა კამპუსის იდენტობის პოლიტიკის მემარცხენეობისთვის. ის უნდა დამარცხდეს კაპიტალთან ბრძოლაში, რასაც ნიუ-იორკის ოჯახები შეამჩნევენ და იტყვიან, შემდეგში ჩვენც თქვენთან ერთად ვიბრძოლებთო. აი ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. Thanks. That really clarifies some issues about around Mamdani. Yeah, we also had some საინტერესო განმარტება. ჩვენც გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა მამდანის და მისი არჩევის შესახებ. არსებობდა როგორც სკეპტიკური, ისე ოპტიმისტური მოლოდინები. რა თქმა უნდა, სოციალისტს ვერც ერთ დღეში და ვერც ერთ ქალაქში ააშენებ. ყველა სოციალისტმა კარგად უნდა გავიაზროთ, რომ პირველ რიგში რაღაც უნდა დავიწყოთ. იძულებული ხარ დაიწყო იქ, სადაც ისტორიულად აღმოჩნდები. ამ შემთხვევაში ჩვენ ამერიკელები ნულიდან ვიწყებთ. არნაირ ძალა არ გაგვაჩნია, არც პროფკავშირები გვყავს, არც პარტია. ჩვენი რადიკალური ინტელიგენცია სრული ნაგავია, რომელსაც უბრალო ხალხი როგორც წესი სძულს. აი ამ წერტილიდან გვიწევს დაწყება. არარეალურია იმის მოლოდინი, რომ მამდანი არჩევნებს მოიგებდა და მეორე დღეს ნიუ-იორკს სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადებდა. ეს სისულელეა. მას 3 ამოცანა აქვს. პირველი, მან უნდა დაამტკიცოს, რომ სოციალისტებს აინტერესებთ ყოველდღიური მოსაწყენი საქმეები. მეორე, რომ სოციალისტებს რეალურად შეუძლიათ ამ საქმეების ეფექტურად შესრულება. და მესამე, მან დააჩვენოს, რომ ნორმალური, ყველასათვის გასაგებიანით შეუძლია ლაპარაკი და არა იმ გაუგებარი აბდა-უბდა ენით, რომლითაც აკადემიური მემარცხენეობა ლაპარაკობს. თუ ამ 3 ამოცანას შეასრულებს, ეს გამარჯვებაა. არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ის სოციალიზმს გამოაცხადებს ან ინდუსტრიების ნაციონალიზაციას მოახდენს. ან ტრამპს ღია ომს გამოუცხადებს. ეს ულტრამემარცხენე და არსებითად აპოლიტიკური აზრია. მოქმედება აუცილებლად კონკრეტული წერტილიდან უნდა დაიწყო. Let's move to our next question actually, which is quite one of the დღეს საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ირანში მიმდინარე ომია. politics right now, it's Iran. ახლა, როდესაც ამ ინტერვიუს ვწერთ, ისრაელი და შეერთებული შტატები The help of the regional მათი რეგიონული მოკავშირეების დახმარებით ირანს ბომბავენ. are bombing Iran. ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოების აზრი შეერთებულ შტატებში ამ ომის მიმართ.
უფრო კონკრეტულად ამერიკელი მუშათა კლასის პოზიცია. რამდენად უჭერს მხარს ან ეწინააღმდეგება ამერიკული მუშათა კლასი ამ ომს? ამერიკელ მუშათა კლასს არ აქვს არანაირი ინსტიტუცია ან პარტია, რომელიც მათ სათქმელს პირდაპირ იტყოდა. ამიტომ იმისათვის, რომ გავიგოთ მათი პოზიცია, იძულებულები ვართ საზოგადოებრივ გამოკითხვებს დავაყენოთ. გამოკითხვები პრობლემურია ბევრი მიმართულებით, მაგრამ ესაა ერთადერთი რამ, რაც გვაქვს. მათ თუ შევხედავთ, გამოკითხულთა მხოლოდ 28-30% უჭერს ხარს ირანთან ომს. ამიტომ ეს ომი თავისი არსით ოლიგარქიული აგრესიაა. ესაა ანტიდემოკრატიული მოქმედება იმ მთავრობის მიერ, რომელსაც არ აინტერესებს რა უნდა ამერიკელ ხალხს. თუმცა ალბათ ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს არ ჰქონია მასობრივი ხარდაჭერა, როდესაც სამხედრო აგრესიას იწყებდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და სხვადასხვა დროს. ამერიკელი ხალხი როგორც წესი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ამერიკის საგარეო აგრესიას. 2003 წელსაც კი ვიხილეთ გიგანტური საპროტესტო ტალღა ერაყში შეჭრასთან დაკავშირებით. ჩემი ვარაუდით ამერიკელი მუშათა კლასი ან ინდიფერენტული, ან ტრულადაა განწყობილი ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის მიმართ. შედარებით ფართო საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ დაახლოებით 70% ამ ომს ეწინააღმდეგება და ძალიან ეჭვმეპარება, რომ დანარჩენი 30% სრულად მუშათა კლასია. არ გონია ეს ასე იყოს. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკელი მშრომელები ომს ხარს არ უჭერენ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტრამპს ეს საერთოდ არ აინტერესებს. არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი, როდესაც საქმე იმპერიალიზმს ეხება. მათი აზრით ეს ომი ამერიკის იმპერიული ინტერესების სასარგებლოდ და არა ამერიკელი მუშათა კლასის სასარგებლოდ იწარმოება. ეს სამხედრო აგრესია მთლიანად ამერიკული ელიტებისგან მომდინარეობს. მას ხარდაჭერა ოლიგარქიის მიღმა ნაკლებად აქვს. ეს ყველაფერი ტრამპმაც კარგად იცის. და ირანელებმაც. ირანი ეცდება, რომ ომი გაწელოს. ტრამპს ხანგრძლივი ომის წარმოების გამბედაობა არ აქვს, რამდენადაც მას არ აქვს ხარდაჭერა. მას ომის მოსაგებად საბოლოოდ სახმელეთო ძალების გაგზავნა მოუწევს. ეს კი შეუძლებელი მგონია. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეძლოს ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცების ირანში გაგზავნა. ამის გარეშე კი მხოლოდ დაბომბვის ამარახ არ დარჩენილი. ირანი კი მასობრივი საჰაერო შეტევისთვის მრავალი წელი ემზადებოდა. ჩემი ვარაუდით, ტრამპი ჩიხშია შესული. ნახოთ რა იქნება. ომი ბევრი მოულოდნელობებითაა სავსე. უკრაინაში შეჭრისას პუტინსაც ეგონა, რომ ომს ერთ თვეში მოიგებდა. ჩემი გათვლით ტრამპს ცოტა დრო აქვს, იმისთვის რომ შედეგს მიაღწიოს. ჩემი აზრით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ დაბომბვისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახოცვის შემდეგ სამხედროების ნაწილი გადატრიალებას მოაწყობდა. ეს არ მოხდა, მაგრამ გამორიცხული არც ეს სცენარია. ეს იმიტომ, რომ ირანის სამხედრო ელიტა ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი მესაკუთრეთა კლასია. და მათ გაცილებით მეტი აქვთ მატერიალურად დასაკარგი, ვიდრე ისლამური რესპუბლიკის სასულიერო ელიტას. შესაძლოა არმიამ შეხედოს ირანის პოლიტიკურ პოზიციებს რეგიონში. იმას, რომ ირანი გაცილებით მარგინალიზებულია, ვიდრე 3 წლის წინ იყო, როდესაც ირანი ჰეგემონური იყო. იმას, რომ რეჟიმს დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია მოსახლეობაში და გადაწყვიტოს, რომ რეჟიმის ცვლილება საუკეთესო გამოსავალია. თუმცა ისრაელს და ამერიკას ირანის დაშლა უნდათ. ამიტომ ცდილობენ ქურთების და სხვების გავლით სამოქალაქო ომის გაღვივებას. ფიქრობ, მოვლენების განვითარების ერთი სცენარია 3-4 კვირიანი ომი, რომელიც გარკვეული შეთანხმებით დასრულდება.
მაგრამ ეს არ არის ის, რაც ისრაელს და ამერიკას უნდათ. მათ ახალი რეჟიმი უნდათ, რასაც სამხედრო გადატრიალება ან რაიმე მსგავსი სჭირდება. They reach some sort of agreement, which is not the outcome Israel and the US want. The outcome they want is a new regime. ხოლო ირანის რევოლუციურ გუშაკთა კორპუსს რა გეგმა აქვს ჩვენთვის არ არის ცნობილი. We don't know what the calculations are of the IRGC. We don't know. So we want to ask actually our last question. გარჩევას მიცემდით მუშათა კლასს საქართველოში, რომელიც ძალიან ფრაგმენტირებულია, Which is of course highly რომელსაც fragmented. ერთის მხრივ რეპრესიულ პირობებში და მეორე მხრივ ყვითელი პროფკავშირების ქვეშ უწევს ბრძოლა და ცხოვრება. Strong presence of a yellow trade. და როგორ შეიძლება ძლიერი მშრომელთა მოძრაობის ჩამოყალიბება ქვეყანაში, რომელიც ზედმეტადაა დამოკიდებული უცხოურ კაპიტალზე. On foreign capital. I wish I had concrete advice. ვისურვებდი ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მქონოდა. Georgia, ეს ისეთი კითხვაა, რომელიც თქვენს გარდა ალბათ მსოფლიოს 60 სხვა ქვეყნის წარმომადგენელსაც ექნებოდა. მუშათა კლასის მდგომარეობა, რომელსაც თქვენ აღწერთ, სწორედ ასეთია მსოფლიოს უდიდეს ნაწილში. თითქმის ყველგან გლობალურ სამხრეთში და ყველგან გლობალურ ჩრდილოეთშიც კი. დემოკრატიისა და მშრომელების უფლებების გაუარესებას მსოფლიოს ყველა წერტილში ვხედავთ. არა მხოლოდ საქართველოში, არა მხოლოდ ინდოეთში. ევროპასა და ამერიკაში სამუშაო ადგილების უმრავლესობა უკვე დროებითი სამუშაოებია. აი გიგ შრომას რასაც ეძახიან. შრომის უფლებებმა არსებითად აზრი დაკარგა. მუშათა კლასი ფრაგმენტირებულია. როგორც ვიცი, საქართველოში ძალიან ცუდი პროფკავშირებია, ამერიკისგან განსხვავებით. აქ სხვათა შორის ჯერჯერობით პროფესიული გაერთიანებები ბევრად უკეთესია, ვიდრე თქვენთან. ალბათ ერთადერთი რჩევა, რისი მოცემაც შემიძლია, ისაა, რაც ისეაც კარგად იცით. რადგან არ მინდა სისულელე თქვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჭკვიანი გამოჩნდა. პირველი რჩევა იქნებოდა, რაც არ უნდა ცუდი იყოს არსებული პროფკავშირი, უნდა იბრძოლოთ უკეთესი პროფესიული გაერთიანებისთვის. არ დაანებოთ თავი ამ საქმიანობას, რადგან მათ გარეშე არაფერი გამოვა. არსებობს მემარცხენეები, რომლებიც ამბობენ, რომ პროფკავშირები მე-19 საუკუნის გადმონაშთია და დღეს სხვა ტიპის ორგანიზაციები გვჭირდება. სინამდვილეში სხვა ტიპის ორგანიზაციები ბუნებაში არ არსებობს. გირჩევთ პროფკავშირები არ დატოვოთ და შეეცადეთ მათი ხელმძღვანელობის შეცვლას. აირჩიეთ ისეთი ხელმძღვანელობა, რომელიც თქვენთან ერთად იბრძოლებს. მეორე, მშრომელთა ნებისმიერ მოძრაობას სჭირდება რაღაც ტიპის სტრატეგია. მას სჭირდება ხანგრძლივი ხედვა და ვერ იქნება მხოლოდ ყოველდღიური ბრძოლების ამარა. მშრომელების მოძრაობას სჭირდება ქართული კაპიტალიზმის ანალიზი. სად იწარმოება მოგება? სად უნდა ორგანიზდეთ, რომ ძლიერები ვიყოთ? ვინ არიან ჩვენი მოკავშირეები? ვინ უნდა გახდნენ ჩვენი მოკავშირეები? ამ ყველაფერს თეორია სჭირდება. თეორია იმაზე, თუ როგორ მუშაობს კაპიტალიზმი, როგორ იქმნება კლასობრივი ალიანსები. ამ საკითხებზე მარქსიზმზე უკეთესი თეორია ჯერჯერობით არ არსებობს. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობას არც ისე კარგი ისტორიული გამოცდილება აქვს მარქსიზმთან საბჭოთა პერიოდში. მაგრამ იმაშიც არწმუნებული ვარ, რომ პროფკავშირებზე უკეთესი ორგანიზაცია მშრომელებისთვის არ არსებობს, მაშინაც კი თუ არსებული პროფკავშირები არაფრად არ ვარგანან. ასევე, როგორც შრომელების ინტერესებისთვის, მარქსიზმზე უკეთესი თეორია ჯერ არ გამოვიგონებია. მაშინაც კი თუ მარქსისტამ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაკავშირებს. ამაზე პასუხი ისაა, რომ უკეთესი მარქსიზმი უნდა აშენოთ, რადგან სხვა გზა არ არის. არ არსებობს თეორია, რომელიც უკეთ ხსნის, როგორ მუშაობს კაპიტალიზმი, როგორ მუშაობს ალიანსები. გადავიკითხოთ ლენინი, გრამში, ლუქსემბურგი, მაგრამ არა დოგმატურად. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ადამიანები იყვნენ, მათაც ბევრი შეცდომა აქვს და ისინი 100 წლის წინ წერდნენ. ჩვენ კი ახლა ახალი თეორია გვჭირდება. დაიწყეთ ხელახლა მარქსიზმის შენება. აქცენტი გააკეთეთ კლასზე და მუშათა კლასზე. სხვა ყველაფერი სისულელეა. არ ვიცი რა ხდება თქვენს აკადემიაში. არ მაქვს ინფორმაცია, უნივერსიტეტები მანდატს მსგავსი იდიოტებითაა სავსე თუ არა, როგორც ჩვენთან. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ინტელექტუალური რესურსი აუცილებელია. და ნუ მოიხიბლებით ამ ჭკვიალა რადიკალური თეორიებით, რომელიც სინამდვილეში დიდწილად ნაგავია. დაუბრუნდით კლასობრივ ფესვებს და ორგანიზება გაუწიეთ შრომელებს.
Thanks. It was great advice. გმადლობთ, შესანიშნავი რჩევაა და შესანიშნავი საუბარი გამოვიდა. It was great. მადლობა It was კიდევ really ერთხელ. pleasure to have a conversation with you, Vivek. And thanks a lot. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ამ ტიპის შეხვედრებია ის, რაც იმედს მაძლევს. თუ ჩემი საქმიანობით თქვენაერი ადამიანები, მუშები, მოკავშირეები, ინტელექტუალები ინტერესდებიან, ეს ჩემთვის სრულად საკმარისია. That's enough for me.